საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილთან დაახლოებული კომპანიის წინააღმდეგ გამოდის ომერ სარი, კომპანიებს პრომეტკო ჯორჯიასა და ჯესკოს წარმომადგენელია და სონატა ალიანს ჯორჯიას $3 მილიონი მითვისებაში ადანაშაულებს. ბიზნესმენის და მისი ადვოკატის განცხადებით თანხის მითვისებაში უშუალო მონაწილეობას იღებდა ვანო ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ლევან ჟღარკავა. საკუთარი თანხის დასაბრუნებლად და საქმის გამოსაძიებლად თურქმა ბიზნესმენმა უკვე მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ვარდების რევოლუციის შემდეგ პერიოდში კომპანიის მენეჯმენტს და პარტნიორებს დაუკავშირდნენ სახელმწიფო და სახელმწიფო წრეებთან დაკავშირებული პირები და მოსთხოვეს 50% წილის დათმობა. სამაგეროდ შეპირდნენ, რომ გაიზრდებოდა თვითბრუნვა და ასევე გაიზრდებოდა იჯარის ვადა. ეს კომპანია იყო Coppola Ventures Limited. როგორც ჩვენ შემდეგში გავიგეთ, ეს კომპანია იყო დაკავშირებული ბატონ ბადრი პატრკაციშვილთან. მათ დანიშნეს თავისი წარმომადგენელი დირექტორად ბატონი ლევან ჟღარკავა. ბატონ ბადრი პატრკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ერთი თვეც არ იყო გასული, როცა ჩვენ გავიგეთ, რომ კომპანია გადაფორმდა ახალ კომპანიაზე. ეს კომპანია იყო ბატონ ივანე ჩხარტიშვილთან დაკავშირებული. არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამართლიანობის აღდგენის მიზნით მიმართეთ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკაბესელიას. სამწუხაროდ რამდენიმე თვეა გასული და არანაირი პასუხი არ არის. შესაბამისი დოკუმენტები უკვე გადავეცით საგამოძიებო ორგანოს. იმედია, რომ ამ საქმით დაინტერესდებიან. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, მე მგონი არ ჯდება და პრესკონფერენციას არ ატარებს რა. მიდის სასამართლოში და თუ ის თulis რომ 3 მილიონი აქვს მისაღები, ჩვენ მას რეკომენდაციას გავუწევთ, ანუ დღევანდელი პრესკონფერენციის ავტორებთ, სარჩელი დაწერონ, მიმართონ სასამართლოს და შესაბამისად სასამართლოს სიფრთხეში გადაწყვიტონ და თუ მათ ეკუთვნის, პირობას გაძლევთ და სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და თუ ჩვენ გვაქვს რაიმე გადასახდელი, აუცილებლად ავასრულებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.